საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მოვედი ახლა თქვენთან ჩემო ძვირფასებო და მოდი ახლა დასყიდით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, უბრალოდ არაფერი არ ჩაიფიქროთ. მხოლოდ მოусმინოთ კარტს და ვნახოთ რას გვეტყვის. კარტი რასაც გვეტყვის, ჩემი ტაროს კარტი, ჩემი დასტა. უბრალოდ ჩაიფიქრეთ მეგობრებო და მოისმინეთ ის, რაც უნდა იცოდეთ, მეტი არაფერი. მე კი დავიწყებ თქვენი დახასიათებით, თუ რა ენერგიებში ხართ და ხმლების ენერგიებში ხართ მეგობრებო და ამ ხმლებით გინდათ რომ ხმლების პოზიციებში ხართ და ამ ხმლებით ბრძოლობთ, ბრძოლობთ ურთიერთობაში. გინდათ რაღაც ახალი დაიწყოთ და ეს ყველაფერი თქვენთვისაც გაუგებარია. რაღაცის დაწყება გინდათ, მაგრამ რისი თქვენც არ იცით. თუმცა გინდათ ამ ყველაფრით წარმატებას მიაღწიოთ და თქვენ ხართ ტრანსფორმაციაში მეგობრებო. თქვენი მყოფებით ტრანსფორმაციაში და ამიტომ ვერ ხვდებით, თქვენც ვერ ხვდებით რა გინდათ. სამყაროს იმედზე ხართ და წერტილი. მხოლოდ ხართ სამყაროზე მინდობილი, უფალი და სამყარო რასაც გადაწყვიტავს, იმას მიიღებთ. ანუ მიმღებლობა გაქვთ და წერტილი. მეტი არაფერი არ გინდათ. ძალა გაქვთ კი, ძალა გაქვთ. რაღაც ძალა გაქვთ. მოზღვავებული, პასუხისმგებლიანებიც ხართ ძალიან, ეხლა ვინც მე მიყურებთ, თქვენი ცხოვრების მაგები ხართ. თქვენ რასაც ჩაიფიქრებთ, იმას აკეთებთ. ისიც ისე ხდება, როგორც თქვენ გინდათ. ანუ თქვენ გაქვთ ოქროს ხელებიც. კიდევ თუმცა ეხლა ხართ ბავშვის ენერგიებში და ამ ყველაფრიდან ძალიან დაიღალეთ მეგობრებო. დაიღალეთ ფინანსური პრობლემებით, რაღაცით დაიღალეთ და გინდათ დაისვენოთ. თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას, ჩემო ძვირფასებო, გააგრძელეთ ყურება. და ვნახოთ ეხლა, რას გვეტყვის ჩემი ლამაზი ტაროს დასტა. გავარკვიოთ ეხლა ის, რაც უნდა იცოდეთ. სადღაც იხედებით, კარტი ამომივარდა ისეთი, რომ სადღაც გზისკენ იხედებით, ჩემო ძვირფასებო. რა უნდა იცოდეთ ახლა? უნდა იცოდეთ ის, რომ გადაწყვეტილების წინაშე დადგებით ძალიან მალე. ძალიან მალე, თუმცა ხართ ხმლების პოზიციაში და ძალიან დაღლილები ხართ მეგობრებო. ძალიან დაიღალეთ ამ გადაწყვეტილების მიღებით თუ მიუღებლობით. კიდევ რა უნდა იცოდეთ ახლა? კი, წასვლასთან დაკავშირებით, დატოვოთ თუ არა რაღაც ადგილი, დატოვოთ თუ არა ურთიერთობა, დატოვოთ თუ არა სამუშაო, წახვიდეთ თუ არა, გაემგზავროთ თუ არა, შეიცვალოთ თუ არა და ძალის გამოყენებაც გინდათ მეგობრებო. თუმცა ხართ ძალიან გაწონასწორებულები, წინასწარმეტყველები, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც უნდა გააკეთოთ და როგორც რა უნდა გადაწყვიტოთ. თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ რატომღაც თავს იკავებთ. კიდევ გზისკენ იხედებით, წახვიდეთ თუ არა, გააგრძელოთ თუ არა, დაასრულოთ თუ არა, დატოვოთ თუ არა და ამავე დროს ხართ ძალიან დანაკარგებში, ძალიან დიდ დანაკარგებში ხართ. თუმცა მშვიდები ხართ, კი გაწონასწორებულები. თუ კი გაქვთ რაიმე საბუთების პრობლემა და გინდათ რაღაცის გადაჭრა, გადაჭერით მეგობრებო. ანუ საბუთებს თუ ელოდებით, მიიღებთ. რაღაც სიტუაციის გადაჭრა თუ გინდათ და დასრულება, დაასრულებთ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ შედეგს მოგცემთ. სასიკეთოდ რო იტყვიან. კიდევ რა უნდა იცოდეთ? რა უნდა იცოდეთ? ამ ყველაფერს მოულოდნელად მოჭრით და დაამთავროთ თქვენ თვითონვე. ეს იქნება ორ ვადაში. ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში კიდევ იქნება ორიანებთან რაღაც კავშირი. დაბადების წელი, თვე და რიცხვი. შეიძლება გქონდეთ სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერში, ორიანები, ორი სამუშაო, ორი ტელეფონი, ორიანები, ორი შვილი გყავდეთ, ორი სამუშაო გქონდეთ. ძალიან ბევრ გაურკვევლობაში ხართ და გინდათ დაისვენოთ მეგობრებო. სამართლიანობამ გინდათ რომ იზეიმოს. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ძალიან დაღლილები ხართ. ძალიან დაღლილები ხართ ადამიანიდან, კიდევ ბევრი თქვენთაგანი, რომელიც გაურკვევლობაში გამყოფებთ და ადამიანი, რომელიც ბავშვივით იქცევა თქვენთან. ადამიანი, რომელიც ბევრ თქვენთაგანთან არის ასაკობრივი სხვაობაც და ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი საიდუმლოებები თქვენგან დამალული რო იტყვიან. კიდევ რა უნდა იცოდეთ? კიდევ რა უნდა იცოდეთ?
უნდა იცოდეთ ის, რომ ამ ადამიანს უყვარხართ. ეს ადამიანი თქვენთან მოდის. კიდევ რას გეტყვით კარტი? სამართლიანად მოდის და მოდის აი თითქოს და უკვე სულიერად ამაღლებული ვიბრაციებით. კი, ეს ადამიანი მოდის სამუშაოდ თქვენს ურთიერთობაზე, თუმცა აქ ძალიან დიდი ნეგატივი იყო თქვენ შორის. კიდევ რა უნდა იცოდეთ? კიდევ რა უნდა იცოდეთ? აი მეგობრებო, ეს ადამიანი მოდის თქვენთან სიყვარულით, თასებით, ემოციებით, გადავფარავ ამ კარტს და რაც შეეხება და ყველაზე მთავარია პასუხისმგებლობით. იმიტომ რომ ღამე უძილობა აქვს. კიდევ ორი კარტი ამ დასტიდან და მეორე ჩემი დასტით გავაგრძელებ. აი მეგობრებო, მოდის ბედის ბორბალი რომ დაატრიალო, ძალიანაც კარგი და ამაზე ფიქრობს. ამაზე ფიქრობს ჩემო ძვირფასებო. მოდი ახლა კიდევ რა უნდა იცოდეთ? რისი თქმა სურს ჩემს მეორე დასტას? აი რისი თქმა სურს ჩემს მეორე დასტას? ძალიანაც კარგი ჩემო ძვირფასებო. ძალიანაც კარგი. კიდევ რისი თქმა სურს ჩემს დასტას? რა უნდა იცოდეთ? რა უნდა იცოდეთ? აი მეგობრებო, იოცნებეთ, ჩაიფიქრეთ სურვილები, აი არის იმის პოტენციალი, რომ თქვენი სიყვარული გაამართლებს. კიდევ რა უნდა იცოდეთ? გამოხვალთ ამ შავი ხვრელიდან. აი ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გამოვიდეს ამ შავი ხვრელიდან და მიაღწიოს თავის ოცნებებს. კი ბატონო, ბატონო, გამარჯვების კარტი. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ძალიანაც კარგი ჩემო მეგობრებო. საახალწლო განწყობა მიმაღლდება ესეთი კარგი გაშლებით. თქვენი არ ვიცი, იმედია თქვენს ასევე. ის რაც გაყენებდათ აქამდე ტკივილს, ის რაც მთვარეში გაყოფებდათ ჩემო ძვირფასებო. აი რო იტყვიან სამყაროც შეწუხდა ამ ყველაფრით, ასე რომ ეს ადამიანი გამოიჩენს ეხლა რო იტყვიან და სიმამაცეს და მოლაპარაკებებით. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ბატონო, ცხოვრების გაგრძელება. ელოდეთ ამ ადამიანიდან ბევრ ფანტაზიებს, ელოდეთ ამ ადამიანიდან ბევრ გახარებას, ბევრ აი იმედებს და ამ შავი რაღაც რთული სიტუაციიდან გამოყავხართ ამ ადამიანს ისევ მეგობრებო. იმიტომ რომ თვითონაც ძალიან ცუდათაა. აი ასე. ძალიანაც კარგი, მივესალმები. კიდევ რა უნდა იცოდეთ? კიდევ რა უნდა იცოდეთ? ის რაც მიუწვდომელი მზე იყო თქვენთვის, სამართლიანობა იზეიმებს ჩემო მეგობრებო და აი ქვემოდან ესეთი სიყვარულის დასტა, ასე რომ ამ ყველაფერს გულით გისურვებთ, ნამდვილად იმსახურებთ ამ ყველაფერს. მოდი ახლა ვკითხავ კიდევ მაინც. თქვენ რა უნდა გააკეთოთ აი ამ ყველაფრის შემდეგ? აი თქვენ რა რჩევას მოგცემდათ? მოდი ასე დავარქმევ სამყაროს. აი რჩევა სამყაროდან. იყავით სამართლიანები, იყავით აი ძლიერები, როგორებიც ხართ, დარჩით ესეთი და თქვენ ყველაფერს შეძლებთ მეგობრებო, ასე რომ ყველაფერს გულით გისურვებთ, მშვიდობიანი ღამეს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში.